ევროკავშირის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა. როდესაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდება, ყველა მოქალაქე, ინსტიტუტი და მათ შორის სახელმწიფო დაემორჩილება კანონს. აქედან გამომდინარე, იქნება თავისუფალი სასამართლო და ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. როდესაც ევროკავშირში გაწევრიანდება საქართველო, ექნება წვდომა საქართველოს დიდ ბაზართან, ტექნოლოგიებთან და უცხოელ ინვესტიციებთან. საქართველოში ჩვენ ხშირად ვაწყდებით განათლების სისტემის პრობლემას და როდესაც ევროკავშირში ჩვენ გავწევრიანდებით, ეს დაგვეხმარება განათლების სისტემის მოწესრიგებაში, ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებაში და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში. როდესაც ჩვენ შევამჩნიეთ ის ფაქტორი, რომ ევროკავშირს ვწყდებოდით, გადაწყვეტეთ ახალგაზრდებმა, რომ პროტესტი გამოგვეთქვა და გარიყავით სხვადასხვა ქალაქებში, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში და მათ შორის ძალიან ბევრ ქალაქებში დაიწყო პროტესტი. ჩვენ გვიდა ევროკავშირი, რადგან იყოს ადამიანის უფლებები დაცული. მე ვარ აბიტურიენტი და ამჟამად, როდესაც მე ვაპირებ ჩაბარებას და განათლების მიღებას, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სტანდარტები, რომელსაც ევროკავშირის განათლების სტანდარტები ჩვენ ჩემს თანატოლებს, ჩემს ჯგუფელებს, კლასელებს და სხვა ჩემს მეგობრებს გვჭირდება ეს. ვინაიდან როდესაც ჩვენ მაგალითად გვინდა განათლების მიღება, ვხედავთ უნივერსიტეტში როგორ ლექტორები და რექტორები როგორ ახდენენ გავლენას სტუდენტებზე, არასამართლად როგორ ეპყრობიან. ჩვენ გვინდა ისეთი გარემო შევქმნათ და ისეთი განათლების სისტემა, სადაც იქნება სიტყვის თავისუფლება, ადამიანს ექნება თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. როდესაც ჩვენ განათლების პარალელურად გვინდა სამსახურის დაწყება, თუნდაც ჩემს მეგობრებს, რომელიც უნივერსიტეტში არიან, ან მე აბიტურიენტს, აქ არის დაბრკოლება ის, რომ როდესაც ჩვენ მივდივართ სამსახურზე, განაკვეთი მაგალითად 4 საათი, 8 საათი, როდესაც არ არის ანაზღაურება ღირსეული. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი იმის გამოც, რომ ჩვენი შრომა იყოს მაქსიმალურად დაფასებული, შესაბამისი ანაზღაურება ქონდეს ჩვენი შრომასთან შესაბამისად.